Istem daglocot სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, იცით, მირთმის დღესასწაულია. საერთოდ ყოველი დღესასწაული და ყოველი დღე, როცა ჩვენ ბაზარში მოვდივართ, ეს არის ყოველთვის ჩვენი მხრიდან ცდილობა ღმერთთან შეხვედრისა. და თუ ეს ესია და რადგან ეს ესია და თუ ადამიანი ამ განზრახვით მოდის ეკლესიაში, რომ ამ ცდაზე მაინც შეხვდეს ღმერთს, რომელიც არ არის იოლი, მოგულისხმობ ღმერთთან პიროვნულ შეხვედრას, მოგულისხმობ შეხვედრას პიროვნულ ღმერთთან და ეს გაცილებით აღმატებული მდგომარეობა, ვიდრე თქვა ის შემთხვევა, როდესაც ჩვენი გული ღმერთს განიცდის. ღმერთის განცდა ზოგადად ადამიანის ბუნებისათვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა, არაბუნებრივია სწორედ ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ღმერთს ვერ განიცდის, როცა ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს ხორციელ მოთხოვნილებებთან, როცა თავის საკუთარ თავში ცხოველს ხედავს, ან დემონისებ მზაკრობას და შესაბამისად ცხოვრობს. ეს არაბუნებრივია და ბუნებრივი სწორედ ღმერთის განცდა, რომ არის ღმერთი, რომ ის ზრუნავს, რომ ის გარეშე არაფერი არ არის, რომ ის აღავსებს ყოველივეს და მათ შორის ჩვენი შინაგან სამყაროს, რომ ის გვახარებს, რომ ის გვაბედნიერებს და მარადიული სიცოცხლის იმედს გვინერგავს და ასე შემდეგ, ხვალინდელი დღის იმედს თავს დაცულად გრძნობთ, მეტნაკლებად რა თქმა უნდა, სიხარულს გვაძლევს, ბედნიერების განცდას გვაძლევს, სიყვარულს ჩუქნის, ხიარულებას, როგორც აილოცვაში წამოვიკითხეთ. ანუ ეს განცდები ბუნებრივია ადამიანისათვის, იმიტომ რომ ადამიანი ღვთის ხატიდან მსგავსია და შექმნილია იმგვარად სწორედ, რომ ღმერთი იგრძნოს და განიცადოს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე და ამას ემატება სიმშვიდე, სიმდაბლე, ქრისტესადმი მსგავსება, ის სათნოებები, რომელთაც ჩვენ ქრისტეს ვემსგავსებით, ეს კიდევ უპირატესად ქრისტიანთა ხვედრია იმის გარდა, რაც ჩამოვთვალე, რაც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, ასევე ის თვისებები, რომელიც ჩვენ ქრისტეს გვაახლოებს, ქრისტეს გვამსგავსებს, ქრისტეს თვალებით გვაყურებინებს სამყაროს, ეს კიდევ თქვათ განსაკუთრებულად ქრისტიანთა ხვედრია, მაგრამ ღმერთთან პიროვნული შეხვედრა კიდე სხვა რამეა. ეს არის ის, რომლის გარეშეც პრინციპში ქრისტიანობა ნაკლულია და ჩვენ აქეთკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ეს არის ის, რის სურვილით ჩვენ უნდა გქონდეს და მთელი ცხოვრება ამას უნდა ვეძებდეთ. და აი დღევანდელი დღე, მირთმის დღესასწაული, ყველაზე მეტად ეხმაურება, შეიძლება ითქვას, აი ამ განწყობას, იმიტომ რომ დღეს არის სწორედ აღნიშნვა იმისა, თუ როგორ შეხვდა სიმონ მირქმელი, რომელიც მთელი ცხოვრება სწორედ ამას ელოდებოდა, რომ შეხვედროდა ღმერთს და იგი შეხვდა ჩვილი იესოს, რომელიც გულში ჩაიკრა. და ჩვენ თვითონ სახარებისეული ტექსტს რო ვკითხულობთ, კონტექსტიდან ჩანს, რომ არ მისულიყო იმ დღეს სიმონ მირქმელი და უფალი სწორედ რომელიღაცა კონკრეტულ დღეს მივიდა, რომ არ მისულიყო იმ დღეს ის ვერ შეხვდებოდა ქრისტეს. სულიწმინდისაგან აღზრული მივიდა. ჩვენ როცა ტაძარში მოვდივართ, სულიწმინდისაგან აღზრული მოვდივართ, ამდენჯერ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში, როცა გაქვს შინაგანი განცდა, რომ წახვიდე, მაგრამ რაღაცა ჩაკლავს ხოლმე ჩვენში ამ სურვილს, იმიტომ რომ ღმერთი ხო არასოდეს არ ძალადობს ჩვენზე, ჩვენ ძალადობთ ღმერთზე, განვაგდებთ ხოლმე მას ჩვენგან. ამიტომ ჯერ ერთი ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილება ვიყოთ ქრისტიანები და შესაძლოა ზოგადად ხშირად ვიყოთ ტაძარში ყოფნას მეგულისხმობ ევქარისტიულ მსახურებაზე დასწრებას და ზიარებას და მერობით უმეტეს, როცა ვთქვათ, არის განსაკუთრებული დღეები, დღესასწაულისა და კვირა დღე, რომელიც ყოველთვის დღესასწაულია და როდესაც სულიერი მოთხოვნილება ჩდება. და რო არ მოხვალ იმ დროს, როცა უნდა მოხსულიყავი, რა თქმა უნდა, შენ იმ საიდუმლოების თანამონაწილე ვერ გახდები, რასაც ადამიანის ღმერთთან შეხვედრა ქვია. შეიძლება შენ ცხოვრებაში ეს ერთხელ მოხდეს და მთელი შენი ცხოვრება იმით აღივსოს და სწორედ ის გახდეს პირობა ბიძგი შენი მარადიული სიცოცხლისა, შენი მუდმივი ღვთისმაძიებლობისა. და ის ერთი შემთხვევა შენ ხელიდან გაუშვა. გასაგებია, რომ ღმერთი ხვალეც იზრუნებს შენზე, ზეგაც იზრუნებს შენზე, მაგრამ თუ ჩვენი უარყოფა, ჩვენს სულიწმინდის მიერ კაკუნის, გულზე კაკუნის უარყოფა, თუ ჩვენი მხრიდან არის ჩვენი შინაგანი გადაწყვეტილება, სიღრმისეული და ნამდვილი, შეიძლება ღმერთთან შეხვედრა სხვა დროს აღარც კი მოხდეს. ამიტომ დღევანდელი დღე დიახაც
ღმერთთან შეხვედრის დღესასწაულია. განსაკუთრებულად ახლა ჩვენ ღამე მოგვიწია მსახურება და მყუდროებაში, როდესაც სამყარო შეიძლება ასე ითქვას ძინავს, ჩვენ ვცდილობთ გვეფხიზლა და ღმერთი გვეძებნა. თან დღევანდელ დღეს, როდესაც ასეთი არეულია ჩვენს გარშემო ყველაფერი შეიძლება ასე ითქვას და ეს არეულობა ისიც რაც ხდება დღეს ეკლესიაში, ამ არეულობას ბევრი ცუდი ნაყოფი მოსდევს და ერთ-ერთი ნაყოფი ცუდი რაც მას მოსდევს არის ის რომ გვიკარგავს ლოცვით განწყობას, შფოთი შემოაქვს და ისეთი საკითხები, სადმე ინტერესი, რომელიც სულის ცხოვრებას საერთოდ არ ეხება. ერთის მხრივ როგორი ძნელია, ხო ყურადღება არ მიაქცია, იმიტომ რომ ეკლესიას ეხება, მეორეს მხრივ მისი და მათით დაინტერესება სწორედ იმ მთავარს უტყავს და მთავარში ქმნის პრობლემას. მე მაგალითად ეს განცდა მქონდა, რომ დღეს სწორედ აი ამგვარ შფოთში რომ ტყეში ვიყავი, შეიძლება ასე ითქვას და პირდაპირ მომიწია ყველაფერი ამიდან მერე წირვაზე მოსვლა. მაგრამ აი ღვთის მადლმა ტაძრისა და ღამის და თქვენი შვიდი დგომის მყუდროებამ, რა თქმა უნდა ისევ და ისევ ღვთის მადლმა თავისი ქნა და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ესე მყუდროებაში, შინაგან მყუდროებაში აღსრულდა ეს ლიტურგია და ღმერთს ვეზიარეთ. ქრისტესთან შეხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც აღმოვიკითხეთ, რომ სიმონ მირქმელის სიტყვები, რომ მაცხოვრის მოვლინება შესაძლებლობას აღარ უტოვებს. ყოველ იმ ადამიანს, ვინც გაიგებს იმის შესახებ, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა, შესაძლებლობას აღარ უტოვებს ადამიანს ორიდან იმ ორი გზიდან, რომელიც არსებობს, ღვთის ღმერთთან ყოფობა და ღმერთის უარყოფა, რაღაცა შუალედური აირჩიოს. ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ დღესაც ეს აღმოვიკითხეთ. ქრისტე მოვიდა და იგი წარმოჩინდა ისრაელში მრავლის დაცემად და მრავლის აღდგინებად. ან დაეცემი, ან წამოდგები. შუალედი არ იქნება, იმიტომ რომ შეუძლებელია ღმერთის ადამიანად მოსვლა და მისგან აი ესეთმა ღვაწმა, რომ იგი ჩვენთვის მოკვდა, ადამიანი დატოვოს გულგრილი და იგი არ დაეცეს. და თუ ადამიანი ჩაწვდება აი ამ სიდიადეს, სიმდაბლისა და სიყვარულისა, რაც ღმერთმა ჩვენთვის მოიმოქმედა, არ შეიძლება ადამიანი გულმხურვალებით არ წამოდგეს, არ უერთგულოს და სიკვდილამდე არ უერთგულოს და არ გაყვეს განკაცებულ ღმერთს. მე გისურვებთ, რომ შეხვედროდით უფალს თქვენს გულში, თითოეული თქვენთაგანი შეხვედროდეს უფალს და ბოლომდე უერთგულოს მას და ისე გვეცხოვროს, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების გზა ყოფილიყოს გზა ქრისტესთან ერთად და შემდგომ გარდაცვალებისა იყოს გადასვლა სიცოცხლეში ისევ ქრისტესთან ერთად და ქრისტეს მიერ ზეციური მამის წიაღში, ანუ ჩვენ სამშობლოში დაბრუნებულიყავით. და არაფერი პრობლემებს, რომელიც არის დღეს ჩვენთან ეკლესიაში, არაფერს ხელი არ შეეშალოს. ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, მისი თავი არის ქრისტე და უფალი მიხედავს, მაგრამ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ მოვალეობას უნდა ვასრულებდეთ, როგორც შინაგანი უფლისადმი ერთგულებით, ისე გარეგანი ერთგულებით ეკლესიისადმი. თითოეული ჩვენთაგანი იმ ადგილას, იმ შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებსაც ჩვენი სტატუსი ეკლესიაში გვანიჭებს. და არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, ის რაც ხდება ჩვენი საქმე არ არის, ჩვენი საქმეა. ოღონ არ უნდა მივცეთ ამ შფოთს იმის შესაძლებლობა, რომ ის ჩვენ სულში შემოვიდეს. ჩვენი გული მხოლოდ ღმერთს ეძებდეს, ხოლო მთელი ჩვენი არსებით ვერთგულებდეთ ეკლესიას, რომელიც ქრისტეს განკაცებული ღმერთის მისტიური სხეულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გადაძლიეროთ ამის მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.